ღირსი პორფირი კავსოკალიველი. თუ გსურს რომ კეთილსათნო იყო, ყველაფერი შენს ბოროტ ძველ ადამიანს მიაწერე და მუდამ დამდაბლდი. სიმდაბლე კი მასშია ყველა ადამიანის სიკეთე რომ გწამდეს და თუ ვინმეზე რაიმე ცუდს გაიგებ, არ უნდა დაიჯერო. ყველა უნდა გიყვარდეს და ცუდი არავისზე იფიქრო, ყველასთვის ილოცე. სხვა სიბრძნე არ გინდა. ამპარტავანი ადამიანის გულს დამდაბლება არ შეუძლია. როცა მას ამხელენ ან რჩევას აძლევენ, ის გაცხარებით ეწინააღმდეგება. ხოლო როცა აქებენ და ელაქუცებიან, მაშინ ის შეუფერებლად იქცევა. რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერს დიდ ამპარტავნებამდე მიჰყავს. ის საკუთარი თავით არის დაკავებული და სულ თავის გარშემო ტრიალებს. ხოლო ცოდვილი, პირიქით, რომელიც ინანიებს და აღმსარებელია, საკუთარი თავით არ არის დაკავებული. აღსარების შემდეგ იგი აღარ უბრუნდება ცოდვას. ამპარტავნები საკუთარ სულს მარადიულ ცხოვრებას განაშორებენ. ბოლოს და ბოლოს ეგოიზმი ნამდვილად სიბრიყვეა. ამპარტავნება გვაცარიელებს. როდესაც რაიმეს დიდებისათვის ვაკეთებთ, მაშინ სულიერად ვცარიელდებით. ყველაფერს, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იმისათვის უნდა ვაკეთოთ, რომ ღმერთს სათნო ვეყოთ. უანგაროდ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, ამპარტავნების, სიამაყის, ეგოიზმის და სხვა მსგავსი ვნებების გარეშე. დავუშვათ შენ მეფსალმუნე ხარ ტაძარში ან მონასტერში, ან თუნდაც ანგელოზებრივი ხმა გაქვს და ღმერთს უგალობ და არ იცი რომ მრავალი ადამიანი გისმეს. ანუ შენ ამაზე არ ფიქრობ. შეიძლება ასე რომ მოხდეს. ეს ადვილი არ არის, პირიქით, ძალიან ძნელია. ამიტომ ბევრი მეფსალმუნე ჩავარდნილა ხიბლში. როგორც წესი, ყველა კარგი მეფსალმუნე დიდად ეგოისტები არიან. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმრავლესობა. ხოლო როდესაც მორჩილება გაქვს, მაშინ თუნდ კარგად კითხულობდე, კარგადაც რომ გალობდე და გისმენდნენ, ეს შენზე არ მოქმედებს. თუ მეტყვი რომ მშვენივრად კითხულობ, შესანიშნავად გალობ და ამას შენი უხუცესი ისმენს, უკვე თუ მორჩილება გაქვს, შენთვის ამასაც არა აქვს მნიშვნელობა. უკეთესი რომ გახდე, ყველაფერი უნდა შეწირო. მე საწყალიც ამას ვცდილობ, მაგრამ ერთის მხრივ უძლურება მეწევა, ხოლო მეორე მხრივ ჩემი სნეულება მთრგუნავს და არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მაგრამ ვცდილობ რომ მიღვაწო, მინდა უკეთესი გავხდე, ღმერთს მინდა სიყვარულით ვემსახურო და ვოცნებობ, ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. ხოლო ჩემი მცდელობა რომ ქრისტეს შევიყვარო, სიხარულს და კმაყოფილებას მანიჭებს. მე ყოველივე ამას ვერ მივაღწიე, მაგრამ მსურს რომ მივაღწიო. მამა პორფირისთვის ლოცვა სიცოცხლე იყო, ძალდაუტანებელი, განუწყვეტელი, მგზნებარე, იესოს გონებრივი ლოცვა. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ეს სიტყვები მისთვის სამოთხის ყვავილები იყო, რომლებიც გამუდმებით ყვაოდნენ უხუცესის ბაგეებზე, ზამთარ ზაფხულ, დღითა და ღამით. მისთვის ლოცვა იგივე იყო, რაც სუნთქვა. იგი არასოდეს არ წყვეტდა ლოცვას, არც ძილსა და არც სიფხიზლეში, თანახმად წინასწარმეტყველის სიტყვებისა. მე მძინავს და გული ჩემი მღვიძარე არს. მონასტერში შეიძლება წესრიგი იყოს, მაგრამ მონასტრული ცხოვრება სულაც არ იყოს. მონასტერმა ყველაზე მაღლა მორჩილება და აღსარება უნდა დააყენოს. აღსარებას რომ ვიტყოდი, ყოველთვის დიდი სიხარული მეუფლებოდა და გულისხმიერ ლოცვას ვეძლეოდი. არა მარტო მაშინ, არამედ ახლაც აღსარების შემდგომ დიდ სიხარულს განვიცდი და მაშინვე სიმსუბუქე მეუფლება. ეს საიდუმლო წმენით მივიღე და ყველაფერი ამისკენ მიემართებოდეს, ყველაფერი მორჩილებას, განწმენდას ექვემდებარება. მორჩილება დიდებული და ბრძნული საქმეა,
იგი სულიერი ცხოვრების საიდუმლოა. მისი გაგება შეუძლებელია, მაგრამ ღვთის გაგებით მორჩილებით ცხოვრობდი და ვიცი, თუ რაოდენ მადლიანი რამაა იგი, რაოდენ სრულყოფილია და უზრუნველი უფალს ემორჩილებოდე, ემსახურებოდე და უხუცეს მორჩილებდე. მორჩილება ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სათნოებაა იგი, ეს თავად არის სიმდაბლე. სიხარულით, სიამოვნებით უნდა მორჩილებდე, თუნდ სწორიც რომ არ იყოს უხუცესის მოთხოვნა. ასეთ მორჩილებასაც დიდი ფასი აქვს. ამ მორჩილებას ღმერთილ მობიერად მოხედავს. მე მოყვარენი ჩემნი მიყვარან და რომელნი მეძიებდნენ მე პოვონ მადლი. მორჩილებით ადამიანი ყოველმხრივ იცვლება. იგი უფრო მხნე, უფრო ჭკვიანი და ძლიერი ხდება, ყოვლითურთ ახლდება. ქრისტემ შემიყვარა მე და მორჩილების აღსრულების მადლი მომანიჭა და მე მდაბალმა მცირედ ვიგრძენი ეს და ყოველივე რაც გამაჩნია მორჩილებისგან მაქვს. უხუცესებისადმი ჩემს მორჩილებას 60 დაღვიქვამდი და ვთხოვდი მეტი სიმკაცრით მომპყრობოდნენ, მაგრამ ახლა დიდი ხნის მერე ვხედავ რომ ისინი მართლაც ძალიან მკაცრები იყვნენ, მე კი ეს მაშინ არ მესმოდა. მორჩილება მით უფრო სულიერი უხუცესისადმი დიდებული საქმეა, როცა წმინდა ადამიანთან ცხოვრობთ, მაშინ თქვენც წმინდანი ხდებით. მის წმინდა ჩვევებს, მის სიტყვებს, მის მდუმარებას ბაძავთ. მისი ლოცვა თქვენზე მოქმედებს. როცა თქვენ ერთმანეთთან არ საუბრობთ, მაშინაც კი რაღაც ხდება. თქვენ ამას ვერც კი ამჩნევთ, როგორ გადმოგეცემათ წმინდა ღვთიური რამ. დიახ, წმინდა პროხორე, წმინდა პროკლე და სხვანი წმინდა მოძღვრებთან ცხოვრობდნენ. მათით იყვნენ შთაგონებულნი და თავადაც წმინდანი შეიქმნენ. იგივე შეემთხვათ წმინდა სვიმეონ ახალღვთისმეტყველს, გრიგოლ პალამას და სხვებს. უხუცეს უაღრესი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. უხუცესი წინამძღვარია და არა უბრალოდ განათლებული ადამიანი, რომელიც უხუცესი გახდა, რადგან განათლება მიიღო და საღვთისმეტყველო დიპლომი აქვს. უნდა გვესმოდეს თუ ვინ არის უხუცესი. უხუცესი შეიძლება გაუნათლებელიც იყოს და არ ფლობდეს ფართო ცოდნას, სიტყვის ნიჭს. შეიძლება მას არ წაუკითხავს სხვადასხვა სასულიერო წიგნი, მაგრამ იგი განათლებულზე მაღლა შეიძლება იდგეს. უკეთო იგი თავად ცხოვრობდა როგორც მორჩილი და ღვთის მადლი მოიხვეჭა. ასეთი უხუცესი თავის მორჩილებს დიდად შეიძლება შეეწიოს, უკეთო ისინი მას მორჩილებენ. რა თქმა უნდა, უხუცესი იმასვე ამბობს, რაც წიგნებშიც წერია, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. უხუცესი, რომელსაც თავად გააჩნია სულიერი გამოცდილება, შენ არ გეტყვის ესა და ეს მამა ამას ამბობს და ან რომელიმე წიგნში ასე წერიაო. იგი, რომელმაც თავად იცხოვრა ქრისტეში, საკუთარი გამოცდილებით გეტყვის, საკუთარ გამოცდილებას გადმოგცემს და სულში ჩაგიდებს, ხოლო შენ მის გვერდით მყოფი ღვთის მადლის მოხვეჭას ისწავლი. როდესაც უხუცესი გყავს და შენ ღრმად გესმის მისი, მაშინ გულისხმა ყოფ და გიყვარს იგი. როცა უხუცესსაც უყვარხარ და თქვენ ერთ სულნი ხართ, მაშინ ერთნი ხდებით. რამე თუ სადაც ორნი გინა სამნი შეკრბებიან სახელითა ჩემითა, მე მათ შორის ვარ. ქრისტეა იქ. ასეთ მდგომარეობაში მანძილი არ არის. სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში. ვლოცულობთ და მადლი უფლისა მოდის ჩვენთან და გამუდმებით გვაძლიერებს. ამდენად ეკლესიაში ჩვენ ერთობით ვცხოვრობთ. ერთობის გრძნობა გვაქვს, ანუ ის რომ ჩვენ ერთნი ვართ. ასე ცხოვრობდნენ უწინ უხუცესები მორჩილებთან. ეს ზღაპრები არ არის, მე თავად მრავალგზის განვიცადე. მთაწმინდაზე რომ წავედი, მაშინ ყველაფერი მეორე ხარისხოვანი გახდა, ერული ცხოვრებაც, ნათესავებიც და ამა ქვეყნის მთავრებიც,
ყველაფერი ჩემი უხუცესის მორჩილებად იქცა, ყველაფერი ლოცვა და სიხარული გახდა. კავსო კალივიაში ყველაფერი ზეცად გადაიქცა, მაგრამ როდესაც დაღლას გრძნობდი, მაშინ მშობლების და ერის მონატრება მთრგუნავდა. დიახ, უხუცესის მორჩილება ეს დიდებული სათნოებაა, უდიდესი უპირატესობაა, მასში ყველაფერია. მორჩილება უნდა გაიარო, უნდა აღივსო ცხოვრებისეული სიძნელეების დასაძლევად, რათა მზად იყო წინახსადგომად. თუ სიმდაბლე არ გაქვს და არც მორჩილება, მაშინ არც ღვთისმადლი გექნება. თუ სიმდაბლეს და მორჩილებას არ გამოივლი, წარედ დაიტანჯები. ურჩობა ეგოიზმის და თავის მოყვარეობის ბრალია. დიდებული საქმეა მორჩილება. ურჩობა ეგოიზმმა და ამპარტავნებამ წარმოშვა. ამისთვის განვიგდეთ სამოთხიდან. ეგოისტი ვერასოდეს შეძლებს მორჩილებას. მას მუდამ სხვათა ნათქვამის გადამოწმება სურს. კარგია ეს თუ ცუდი, ასეა ეს თუ არა და შესატყვისად მოქმედებს. ან ეგოისტი ადამიანი წინააღმდეგობით და კამათით ასრულებს დავალებას, ფიქრობს, რომ ამით იგი საკუთარ თავისუფლებას წარმოაჩენს, მაგრამ მორჩილებაში ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებას პოვებს, ხოლო მონობა ის არის, რაც მას ურჩობას აიძულებს. მორჩილებით ადამიანი ღვთის შვილთა თავისუფლებაში შედის. გამოქვაბულში მცხოვრებნი ამას გამოცდილებით განიცდიან. ეს არის განღმრთობა, რომელშიც ყველაფერია. ისინი ღმერთს უერთდებიან, სულიწმინდას მოიხვეჭენ და ამით არ დაცხრებიან. ღმერთი უაღრესი სრულყოფილებაა, უაღრესი ნეტარებაა. ღმერთთან ერთიანობა ამ ყველაფერს მოიცავს თავის თავში. ეს შეერთება სიხარულით აღავსებს. არც ერთი სხვა სიამოვნება არ აღემატება იმას, რასაც ღმერთთან ერთობა ჰქვია. ეს არის სიამოვნება, რომელიც ყოველ გონებაზე აღმატებულია. ეს მათი სიამოვნებაა, ვინც ღმერთს მიანდო თავი და ეს ყველაფერი ღვთის შემწეობით ხდება. მადლი თუ მოქმედებს, მაშინ ზებუნებრივი რამ ხდება. ილოცეთ, რათა ღმერთმა ღირსი გაგხადოს, რომ მცირედ მაინც ვიგრძნოთ და ვიცხოვროთ ამ დიდებულებით, თუნდაც მცირე ხარისხით.